ხშირად ხდება ესე ვთქვათ კონფლიქტი, შელაპარაკება იმის შესახებ, რომ მაგალითად რომ მე მიუყვები რაღაც ერთ კონკრეტულ იმას და არ ვიღებ რაღაც სხვების აზრებს, რომ ყველა ესე ამბობს და ვისაც ვუსმინე, ბევრი ადამიანი ამ კონკრეტულ თემაზე საუბრობს და მხოლოდ თქვენი წინააღმდეგების და რაღაც წაიკითხეთ სხვა ლიტერატურა და ასე შემდეგ. როდესაც საუბრობთ კონკრეტულ თემაზე, ყოველთვის უნდა იცოდეთ, რაზე საუბრობთ, ხო? ეს ელემენტარულია. მაგალითად, თქვენ ვერ ისაუბრებთ ფიზიკაზე, თუ არ იცით ფიზიკა. მით უმეტეს თქვენ არ შეგეძლიათ იყოთ ობიექტურები, თქვენ ყოველთვის საუბრობთ და თქვენი ძირითადი არგუმენტი არის ის, იმან თქვა, ამან თქვა, ვიღაცამ თქვა, აქ სადღაც გავიგონე, ყველა ამას საუბრობს. ყველა, რასაც საუბრობს, არ არის აუცილებელი, რომ იყოს სიმართლე. მით უმეტეს 21 საუკუნეში, სადაც მარკეტინგი არის, არ ვიცი, სად. შესაბამისად, ძალიან ბევრი ასტროლოგი ბუნებრივია, რომ ასტროლოგიის პოპულარიზაციის მიზნით ძალიან ბევრ რამეს იძახის. არ ვამბობ, რომ იძახის არასწორად, ვიძახი, რომ იძახის არასრულად. არ უსვამს ხაზს კონკრეტული მაჩვენებლებს, რომელიც მისთვის არ არის მომგებიანი. მაგალითად, ასტროლოგიის ისტორიაში არის ძალიან ბევრი მომენტი, როდესაც კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდებოდა მხოლოდ მარკეტინგის გამო, რომ მხოლოდ იმისთვის, რომ დააინტერესებინათ სხვა ადამიანები ასტროლოგიით, იმიტომ რომ არ იყო ასტროლოგია იმდენად პოპულარული. იგივე იყო მაგალითად ყველაზე ესე ვთქვათ, ნათელი მაგალითი, რომ ჟურნალებში დაიწყეს ბეჭდვა ყოველდღიური ასტროლოგიის, ანუ ასტროლოგიური ყოველდღიური პროგნოზი ასტროლოგიური ნიშნებისთვის. ყველა ხდებოდა და დღემდე ბევრი ალბათ მიხვდება, ვინც ცოტა ლოგიკურად აზროვნებს და ობიექტურად უყურებს, რამდენად ხდება, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე აბსოლუტური, მაგრამ ეს არის კონკრეტული მეთოდი ასტროლოგიური, მაგრამ ეს არის ძალიან ზედაპირული მეთოდი, ეს არ მუშაობს ყველაზე და ის რომ ძალიან ბევრზე მე ვიტყოდი არ მუშაობს, ამაში და მეთანხმება ყველა ასტროლოგი ნებისმიერს კითხეთ. არ უსვამენ ხაზს იმას, რომ ყველა რუკა არის ინდივიდუალური, ყველას პროგნოზი არის ინდივიდუალური და თუ კონკრეტულად კითხავთ ასტროლოგს, შემდეგ რა თქმა უნდა ის გეტყვით, რა თქმა უნდა ყველაფერი არის ინდივიდუალური, უბრალოდ ამას ხაზს არავინ არ უსვამს. ამიტომაც ასტროლოგიაში მარკეტინგი არ არის ახალი ამბავი და თუ ვინმე რამე თქვა, მე მით უმეტეს არ ვარ პასუხისმგებელი ამაზე და არავინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი. დღეს 21 საუკუნეში ყველა შეუძლია ილაპარაკოს, რაც თვითონ უნდა. სამწუხაროდ, ერთადერთი გზა, რომ თქვენ გამოარჩიოთ, სად არის სიმართლე და სად არის აბსოლუტური სისულელე, ან ნახევრად სიმართლე, გადაშალეთ წიგნი. გადაშალეთ სასწავლო ლიტერატურა, არა ყველა წიგნი.